ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჟორდანია იუბილარია. ვილოცავთ ბატონ ოთარ 75 წლის იუბილეს. 23 სექტემბერს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორ ოთარ ჟორდანიას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოჩამჩირის მკვიდრმა ოთარ ჟორდანიამ აფხაზეთის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და შემდგომ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ასპირანტურა უახლესი ისტორიის მიმართულებით დაამთავრა. ეწეოდა მრავალმხრივ პედაგოგიურ მუშაობას. 1993-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის რექტორი. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს სოხუმის ფილიალი ჩამოყალიბდა ფართო საუნივერსიტეტო სტრუქტურად. ბატონი ოთარი საქართველოსა და რუსეთის ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს იკვლევს და 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი გახლავთ. დღეს თუ კი ჩვენ რაიმე გვჭირდება ვთქვათ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, საქართველოს და აფხაზეთის დამოკიდებულებაზე სხვადასხვა საკუთრებით მე-19-20 საუკუნეები, ოთარ ჟორდანია გახლავთ ერთი იმ უპირველესაგანი ისტორიკოსი, რომელსაც შეუძლია კვალიფიციური, მეცნიერული, დასაბუთებული სიტყვა თქვა ამა თუ იმ პრობლემაზე და მას აქვს ის ავტორიტეტი, აღიარება ისტორიკოსთა შორის, რომ მას დაეჯერება ეს. დაეჯერება იმიტომ, რომ ყოველი მისი გამოკვლევა არის დასაბუთებული, დაყრდნობილი ისტორიულ წყაროებზე. მე არ შემიძლია განსაკუთრებით არ გავუსვა ხაზი, რომ როდესაც აი ეს დიდი ეპოპეა აფხაზეთისა დამთავრდა, ძალიან მძიმედ დამთავრდა და ძალიან სავალალოდ გამოეკიდა ცაში სოხუმის უნივერსიტეტი. ფაქტობრივად ეს უნივერსიტეტი გადარჩა ოთარ ჟორდანიას წყალობით. ოთარ ჟორდანია როგორც რექტორი დღე და ღამ გამუდმებით შრომობდა, მუშაობდა. მე გულწრფელად მინდა მიულოცო ეს 75 წელი და აღნიშნო, რომ მან მაღალი ღირსებით გაიარა ეს წლები. ოთარ ჟორდანია დღესაც აქტიურად განაგრძობს ფართო საზოგადოებრივ და სამეცნიერო საქმიანობას. არჩეულია ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით, ღირსების ორდენითა და იაკობ გოგებაშვილის მედლით. მან დაარსა გიორგი შარვაშიძის საზოგადოება, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა შესწავლის თვალსაზრისით. და ამ საზოგადოების ხელმძღვანელი თვითონ არის. ის არის აგრეთვე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე. და რაც მთავარია, იმ რთულ პირობებში, რომელშიც იმ წლებში საქართველო იმყოფებოდა, ოთარ ჟორდანია ყოველთვის ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლების შორის იყო, რომელნიც იცავდნენ ქართულ პრობლემებს. აი ერთ-ერთი ასეთი ურთულესი პრობლემა იყო 1978 წელს, რომ დაისვა ქართული ენის სახელმწიფო ენად ყოფნა არ ყოფნის საკითხი, სადაც ის აქ ძალიან აქტიურად მონაწილეობდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ როდესაც დგებოდა აფხაზი ისტორიკოსების მიერ აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხების დამახინჯება, ოთარ ჟორდანია ყოველთვის აქ ძალიან აქტიურ პოზიციას იჭერდა. ჩვენ მუშაობდით ერთად საინგილოს სამეცნიერო საკითხებზე და ასე ვთქვათ, ჩვენი პოზიცია ჰქონდა ამ თვალსაზრისით. საყოველთაოდ ცნობილია, უაღრესად თავმდაბალი ადამიანი, უაღრესად ახლობლებისა და კოლეგების მოყვარული და პატივის მცემელი. ულოცავ კიდევ ერთხელ 75 წლის შესრულებას და უსურვებ ყოველგვარ წარმატებებს ცხოვრებაში. ოთარ ჟორდანიას 75 წლის იუბილე აფხაზეთის მთავრობაში გამართულ საიუბილეო მიღებაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმაც მიულოცეს. მეცნიერს მორიგი წარმატებები უსურვეს და სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობისთვის უმაღლესი საბჭოს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სანდება გამორჩეული პიროვნება არა მარტო აფხაზეთის საზოგადოებაში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში. იგი ბრძანდება დიდი მეცნიერი, დიდი ორგანიზატორი, პედაგოგი, აღმზრდელი თაობებისა,
და ამავე დროს მე ვიტყოდი იგი ბრძანდება დიდი საზოგადო მოღვაწე. ეს გამომდინარეა მისი ძალიან დიდი კეთილშობილებიდან, მაღალი ზნეობიდან, დიდი სარწმუნოებიდან. მე მინდა გითხრათ, რომ იგი ჭეშმარიტად ქრისტიანული სულის პიროვნებაა, ქრისტიანული სულით მებრძოლია და თქვენ იცით, რომ ქრისტიანული ბრძოლა ეს არის ბრძოლა სიყვარულით. იგი ყოველგვარ ბოროტებას ებრძვის სიყვარულით, მეცნიერებით, ზნეობით და მართლაც მან უამრავი რამ გააკეთა აფხაზეთის საზოგადოებისათვის და დღესაც აგრძელებს ჩვენ ყველანი დიდი სიყვარულით ულოცავთ მას მისი საიუბილეო თარიღს და უსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და მისი ასეთი მნიშვნელოვანი მოღვაწეობის გაგრძელებას უახლოეს მომავალში აფხაზეთში.